ზაფხული კარს არის მომდგარი და ტემპერატურის მატებასთან ერთად სარკის მიმართ პრეტენზიებიც იზრდება. ეს მსუბუქად საკითხის ესთეტური მხარის შესახებ, თუმცა ჭარბი წონის პრობლემა გაცილებით სერიოზულია და ჯანმრთელობის უზარმაზარ რისკებთან არის დაკავშირებული. აი რამოდენიმე მათგანი, ჭარბი წონა ზრდის გულის დაავადებების და ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს. ის პირდაპირ ეკგ-ით ტვირთად აწვება ძვლოვან და კუნთოვან სისტემას და შეიძლება სახსრებისა და ხერხემლის პრობლემები გამოიწვიოს. ასევე იზრდება გარკვეული ტიპის კიბოს განვითარების რისკები და მისი ადრეული გამოვლენა და მკურნალობა რთულდება. ჭარბმა წონამ შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა დეპრესია და თვითშეფასების პრობლემები გამოიწვიოს. სამწუხაროდ ხშირად ჭარბწონიანი ადამიანები სოციალური გარიყულობისა და ბულინგის მსხვერპლიც ხდებიან. ზედმეტ კილოგრამებს გადაადგილების თავისუფლებისა და ენერგიის დონის შემცირების გამო შეუძლია მნიშვნელოვნად შეაფერხოს ცხოვრების ხარისხიც. ეს ჭარბი წონის შედეგად გამოწვეული პრობლემების არასრული ჩამონათვალია. მაშ როგორ დავიკლოთ წონაში? პირველი რა თქმა უნდა არის ჯანსაღი დიეტა, კალორიების გონივრულად შემცირებით და დაბალანსებული კვებით. აქ ყურადღება მიაქციეთ, რომ ვახსენეთ კალორიების გონივრულად შემცირება. რას ნიშნავს ეს? ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომას და კალორიების მიღებას უკიდურესად ზღუდავს. თუ ნაკლებ კალორიულ დიეტაზე ხარ, ამაზე იფიქრე. მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება წონაში დაიკლო, მაგრამ შენს ორგანიზმს დამცავი მექანიზმი აქვს. ხედავს რა რომ ნაკლები კალორია მიეწოდება, ის ენერგიის დაზოგვას იწყებს და როგორც კი დიეტას შეწყვეტ, მთელი ეს წონა უკან დაგიბრუნდება. ამას ემატება კუნთების კატაბოლიზმი. კალორიების დეფიციტის დროს შეიძლება თავის ტკივილს და სისუსტეს გრძნობდე და ეს იმიტომ, რომ ორგანიზმი სანამ შენთვის აუტანელი ცხიმების დაწვაზე გადავა, მისთვის საჭირო ენერგიის მისაღებად ჯერ ყველა კუნთოვან ქსოვილს ბოლომდე დაწვავს. ასე რომ როცა საჭირო რაოდენობის კალორიებს დიდი ხნის მანძილზე არ ღებულობ, შესაძლოა კუნთები დაკარგო, ეს კი იმაზე ბევრად სერიოზული პრობლემაა, ვიდრე გგონია. რადგან შენს ორგანიზმში თითქმის ყველაფერი კუნთია და არა მარტო ხელებზე და ფეხებზე. მესამე ნომერი არის კვების დეფიციტი. თუ შენი კვება საკმარისი რაოდენობით ბოსტნეულით, ნახშირწყლებით და ცილებით არ არის დაბალანსებული, ბევრი ვიტამინების და მინერალების დეფიციტი გაგიჩნდება, რაც ჯანმრთელობის სხვა გრძელვადიან პრობლემებს გამოიწვევს. ამიტომ ასეთი მავნე დიეტის ნაცვლად საკვების მიღებას შორის ფანჯარა დღეში 6-დან 8 საათამდე გაზარდე. მიირთვი დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ და შემდეგ მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე მინიმუმ 16 საათის განმავლობაში იმარხულე. შუალედებში ნუ წაიხემსებ. და კიდევ, არ ჭამო კუჭის გავსებამდე. ფეხები გადააჯვარედინე, რომ ვეგუსის ნერვმატვინს სისავსის სიგნალი გაუგზავნოს. მესამე, არ სვა წყალი ჭამის დროს და ჭამე მხოლოდ მაშინ, როცა გშია. რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ხელს უწყობს კალორიების დაწვას და ამცირებს სიმსუქნის რისკს. შესანიშნავია ვარჯიში, მაგრამ თუ ეს რიგი მიზეზების გამო არ შეგიძლიათ, ისეირნეთ. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სტრესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჭარბ წონაზე და ეს რამდენიმე გზით ხდება. სტრესის დროს ხდება ჰორმონალური ცვლილებები. ამ დროს გამოიყოფა კორტიზოლი, ჰორმონი, რომელიც მადას ზრდის და მეტაბოლიზმს კი ანელებს. ამან შეიძლება განსაკუთრებით არაჯანსაღი წყაროებიდან, როგორიცაა ტკბილეული და ცხიმიანი საკვებიდან კალორიების გაზრდილი მიღება გამოიწვიოს. ქრონიკულმა სტრესმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ინსულინრეზისტენტულობა, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმი უჯრედებში ნაკლებად ეფექტურად შთანთქავს შაქარს. ეს იწვევს ცხიმის დაგროვების გაზრდას, განსაკუთრებით მუცლის არეში. სტრესი ხშირად ჭამის ქცევასაც ცვლის და ეგრეთ წოდებულ ემოციურ ჭამას იწვევს. ბევრი ადამიანი სტრესულ სიტუაციებში ჭამას, როგორც ემოციურ კომპენსაციას მიმართავს. ამას ხშირად კალორიების გადაჭარბებულ მიღებამდე მივყავართ. გარდა ამისა, სტრესულ სიტუაციებში ადამიანები უფრო მიდრეკილნი არიან არაჯანსაღი, მაღალკალორიული საკვებისკენ, რაც ხელს უწყობს წონის მატებას. სტრესი მეტაბოლურ ცვლილებებსაც იწვევს. ამ დროს შეიძლება კალორიების წვა შემცირდეს და ეს კვლევებმა დაადასტურა. ხდება ცხიმების დაგროვება. ორგანიზმი დაცვის ნაცვლად ცხიმის შენახვას იწყებს, რაც იწვევს წონის მომატებას. და ბოლოს იკვრება სტრესისა და წონის მანკიერი წრე, ანუ სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება, ხოლო ჭარბმა წონამ თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, რაც მანკიერ წრეს ქმნის, საიდანაც თავის დაღწევა მარტივი სულაც არ არის. ასეთ დროს ადამიანები სასოწარკვეთილებისგან ზოგჯერ საეჭვო, ძვირ და რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშ საშუალებებს მიმართავთ. ამიტომ მოდით დღეს მადის შესამცირებელ, თუმცა გემრიელ და ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო სასმელების რეცეპტებს შემოგთავაზებთ.
და ამზადეთ თვითონ და ამ სასმელებით წონაში დაკლებასთან ერთად თქვენი ჯანმრთელობაც იხეირებს. მაშ ასე პირველი ამ მწვანე სმუზი ორგანიზმიდან შხამების და შლაკების გამოსადევნად. დაგჭირდებათ 1 ჭიქა ისპანახი, ნახევარი კიტრი, ნახევარი მწვანე ვაშლი, ნახევარი ლიმონის წვენი, ჯანჯაფილის 3 სანტიმეტრიანი ნაჭერი, 1 ჭიქა ქოქოსის წყალი. შეურიათ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მიირთვით. გარდა იმისა, რომ ეს სასმელი მადას შეგიმცირებთ, ნახეთ რამდენ სარგებელს მოუტანს თქვენს ორგანიზმს. ისპანახი თქვენი ორგანიზმისთვისაა, C და K ვიტამინების, ასევე ბოჭკოვანი და ანტიოქსიდანტების კარგ წყაროს წარმოადგენს. კიტრი კი ელექტროლიტებით გაჯერებულ სითხეს გვაწვდის და ამასთან ხელს უწყობს სისავსის შეგრძნებას. მწვანე ვაშლის სასიამოვნო გემოს გარდა, ბოჭკოს შემცველობით საჭმლის მონელების გაუმჯობესებასაც უზრუნველყოფს. ლიმონსა და კოჭას კი ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და ასევე ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. პროტეინებით გაჯერებული კენკრის სმუზი. დაგჭირდებათ 1 ჭიქა შერეული კენკრა მარწყვი მოცვი ჟოლო, ნახევარი ჭიქა უშაქრო ნუშის რძე, ნახევარი ჭიქა მაწონი, 1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი, 1 ჩაის კოვზი თაფლი. ასე მოიქეცით, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, ჩაასხით ჭიქაში და ისიამოვნეთ ამ პროტეინებით სავსე სმუზით. კენკრა მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ბოჭკოებით, ხელს უწყობს საჭმლის ჯანსაღმონელებას და ამცირებს ანთებას. მაწონი უზრუნველყოფს პროტეინით, რაც ხელს უწყობს სისავსის შეგრძნებას და წვლილი შეაქვს კუნთების ჯანმრთელობაში. ჩიას თესლი კი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების და დამატებითი ბოჭკოს შესანიშნავი წყაროა. ჯანჯაფილის და ლიმონის ცივი ჩაი, შემადგენლობა 2 ჭიქა წყალი, 2 ჩაის კოვზი მწვანე ჩაის ფოთლები, ჯანჯაფილის 3 სანტიმეტრიანი ნაჭერი გახეხილი, 1 ლიმონის წვენი, თაფლი სურვილისამებრ. ასე მოიქეცით, წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ გახეხილი ჯანჯაფილი. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ მწვანე ჩაის ფოთლები. გააჩერეთ 3-4 წუთის განმავლობაში. ჩაი გადაწურეთ და გააცივეთ. სურვილისამებრ დაამატეთ ლიმონის წვენი და თუ გნებავთ, თაფლით დაატკბეთ. მწვანე ჩაი შეიცავს კატეხინებს, რომლებიც დაკავშირებულია მეტაბოლიზმის ზრდასთან და ცხიმის წვასთან. ჯანჯაფილი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამცირებს ანთებას და ამცირებს მადას. ლიმონი უზრუნველყოფს C ვიტამინით და სასმელს გამაგრილებელ ეფექტს უმატებს. ვაშლის ძმრის სასმელი. შემადგენლობა 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჭიქა წყალი. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ, სანამ თაფლი არ გაიხსნება. მადის შესამცირებლად ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიირთვით. ვაშლის ძმარი მადას ამცირებს და სისხლში შაქრის დონის აკონტროლებს. ლიმონის წვენი C ვიტამინთა და ცოცხალი არომატით ამდიდრებს სასმელს. თაფლი კი ბუნებრივ სითბოს გვთავაზობს და ანტიოქსიდანტებით უზრუნველყოფს. ჭარხლისა და კენკრის სმუზი დაგჭირდებათ 1 პატარა გაწმენდილი და დაჭრილი ჭარხალი, 1 ჭიქა შერეული კენკრა, მაგალითად მარწყვი, მოცვი ან ჟოლო, 1 ჭიქა უშაქრო ქოქოსის წყალი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. სურვილისამებრ, თაფლი სითბოსთვის. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და აურიეთ. თუ გნებავთ, დაამატეთ თაფლი. ჩაასხით ჭიქაში და ისიამოვნეთ. ჭარხალი მდიდარია დიეტური ნუტრიენტებით, ხელს ეხმარება საჭმლის მონელების სისტემას და ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობას. კენკრა სავსეა ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით და ბოჭკოებით, რაც ხელს უწყობს ერთიან ჯანმრთელობას და ამცირებს ანთებას. ქოქოსის წყალი ატენიანებს და შეიცავს ელექტროლიტებს. ეს ნარევი თქვენი ორგანიზმისთვის ნამდვილი უკვდავების წყალია. ლიმონისა და ოხრახუშის წყალი. აიღეთ ნახევარი ჭიქა ოხრახუშის ახალი ფოთლები, 1 ლიმონის წვენი, 4 ჭიქა წყალი. სურვილისამებრ, თაფლი. ჭურჭელში მოათავსეთ ოხრახუშის ფოთლები, ლიმონის წვენი და წყალი. კარგად მოურიეთ და მაცივარში რამდენიმე საათით ან უმჯობესია მთელი ღამით გააჩერეთ. თუ გსურთ, თაფლით დაატკბეთ. მიირთვით გაცივებული და ისიამოვნეთ გამომაცოცხლებელი ლიმონიან ოხრახუშიანი წყლით. ოხრახუში მდიდარია ანტიოქსიდანტებით, A და C ვიტამინებით და მინერალებით, როგორიცაა კალიუმი. მას აქვს შარდმდენი თვისებები და ეხმარება საჭმლის მონელებას.
ლიმონი კი C ვიტამინით უზრუნველყოფს. ეს სასმელი არა მხოლოდ გამაგრილებელია, არამედ მადას ამცირებს და საერთო ჯანმრთელობას აუმჯობესებს. ალუბლის სმუზი, შემადგენლობა: 1 ჩიქა გაკინული ალუბალი, ნახევარი ჩიქა უშაქრო ნუშის რძე, ნახევარი ჩიქა მაწონი, 1 სუფრის კოვზი თაფლი. ბლენდერში აურიეთ გაკინული ალუბალი, ნუშის რძე, მაწონი და თაფლი. აურიეთ კრემისებრი მასის მიღებამდე. ჩაასხით ჩიქაში და ისიამოვნეთ მჟავე და გამახალისებელი ალუბლის სმუზით. ალუბალი ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტებით და ანთების საწინააღმდეგო ნაერთებით. ის ანთებას ამცირებს, ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას და ამებს კუნთების ტკივილს. ალუბლის, ნუშის რძის, მაწვნის და თაფლის კომბინაცია ქმნის გემრიელ და მადის შემამცირებელ სმუზის, რომელიც შეიძლება მიირთვათ როგორც საჭმლისგან დაბალანსებული კვების ნაწილი. ეს რეცეპტები არა მხოლოდ უზრუნველყოფს მადის შემცირებას და წონაში დაკლებას, არამედ ჯანმრთელობის სხვადასხვა სარგებელსაც გთავაზობთ. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.